სად არის უდანაშაულობის პრეზუმპცია, ხო? როდესაც გამოდის უმაღლესი თანამდებობის პირი 1, 2, მესამე და ამბობს რომ ზიამაღლობელი არ დამნაშავე და ასე შემდეგ, ჩვენ ვითხოვდით რომ დაწყებულიყო დროულად გამოძიება, რადგან მტკიცებულებები, რაც ამ შენობაში შეიძლება არსებობდეს, რომ ზიას მიმართ განხორციელდა არა ადამიანური მოპყრობა, არა ჰუმანური მოპყრობა, ხო? და საქმეში გვაქვს ქალთან დისკრიმინაციულ მოპყრობასთან, ქალის ჩაგვრასთან, მედია მფლობელის ჩაგვრასთან, ანუ ბევრი სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე. მარტივად შესაძლებელია რომ ამ ადამიანს განადგურებული ქონდეს ეს მტკიცებულებები. თქვათ დერეფნებში უნდა იყოს სავარაუდოდ ვიდეო ჩანაწერები და ასე შემდეგ. მე მგონი არ ვიცი, ძალიან ავტორიტარულ რეჟიმებშიც კი სილის გაწვნა არ განუხილავთ როგორც თავდასხმა. ვერ განიხილეს როგორც თავდასხმა ამ რეჟიმმა, ესეც მოახერხა, თქმა უნდა, ეს არის ბრძოლა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მედიის გასაჩვენებლად. ეს არის თქვენთვის, სხვა ჟურნალისტებისთვის მესიჯი, რომ